უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად, რადიო იმედზე. საღამო მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს სამშაბათი საღამოა და ჩვენ ტრადიციულად ყოველ სამშაბათს საღამოს ვიკრიბებით ხოლმე და ვსაუბრობთ თეატრზე და არაფერზე თეატრის გარდა. ჩვენ უკვე შევთანხმდით იმაზე, რომ თეატრში სიარული აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისათვის და აი ამ ჯანმრთელობის ძალიან მნიშვნელოვან წყაროზე და წყაროს ერთ-ერთ გამოვლენებაზე ვისაუბროთ სპექტაკლზე, რომლის პრემიერაც რამდენიმე დღის წინ შედგა სამეფო უბნის თეატრში. ჩვენ ძალიან ისეთი იმედს ვამყარებთ თემურ ჩხეიძის შემოქმედებით სახელოსნოზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივაა ქართული თეატრის ხვალინდელი დღისთვის და დრამატურგები, რეჟისორები, მსახიობები სინთეზურად მუშაობენ და იქნება ძალიან საინტერესო თეატრალური პროცესი, პროდუქტი, უпростоრად არის ყველაზე თეატრს ალბათ პროდუქტი არ ხდება, მაგრამ ასეა შემოქმედებით წარმოება. სწორედ აი ამ სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი გვყავს სტუმრად პიესის ავტორი მაკა კუკულავა, რეჟისორი ვანო ხუციშვილი და მსახიობი ქალბატონი ლილი ხურითი. ძალიან დიდი მადლობა მოგესალმებით, რომ მოგზანდით ჩვენთან სტუმრად და მე უნდა ვთქვა ჩემი სტუდენტების განწყობა, რომ სამწუხაროდ მე ვერ ნახევ ანუ სპექტაკლი, მაგრამ აი ელოდებოდნენ რომ ენახათ ლილი ხურითის სცენაზე, იმიტომ რომ მათთვის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი მსახიობია და მოვიდნენ ისეთი აღფრთოვანებულები, რომ აი ძალიან საინტერესო სპექტაკლი დაგხვდა 29-შია საღამოს 8 საათზე მე ვაპირებ რომ მოვიდე ვნახო, მაგრამ მანამდე ვისაუბროთ თვითონ პროცესზე, აი როგორ ხდება თქვენთან ესე ლოტოტრონით ერგებით დრამატურგი რეჟისორს თუ დენდენდურის თამაშობს თუ როგორ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება პროცესს, ბატონ თემურ ჩხეიძის სახელოსნოში ვართ რეჟისორები, 6 რეჟისორი და 3 დრამატურგი. პრინციპი არის ესეთი, რომ იქვე უნდა შეიქმნას დრამატურგია და იქვე უნდა მოხდეს გადანაწილება რეჟისორებზე ამ დრამატურგიის. თავიდან ჩვენს გვაძლევენ იმის უფლებას, რომ დავაფიქსიროთ ასე ვთქვათ ჩვენი პოზიციები დრამატურგებთან მიმართებაში და იმ მასალასთან მიმართებაში, რასაც წარადგენენ დრამატურგები, მაგრამ საბოლოოდ მაინც პედაგოგი წვიტავს ყველაფერს და ბატონი თემური გვანაწილებს. და აი ჩემი და მაკას ტანდემიც მისი ასე ვთქვათ ხელდასმით მოხდა. ეს არის უკვე მესამე პროდუქცია, რასაც დამოუკიდებელი სპექტაკლი ქვია ჩვენ სახელოსნოში და მანამდე გიორგი ქათამაძემ დადგა თათა პოპიაშვილმა და აი მესამე არის იყო ერთობლივი სამშობლო ჩვენი კიდე ხო ის ნოველების განშედგებოდა სადაც ასევე ქალბატონი ლილი თამაშობდა და ქალის საუკეთესო როლისთვის მიიღო ასე ვთქვათ პრიზი აი იქ აღფრთოვანი ჩემი სტუდენტები ქალბატონი ლილი და მე და მაკამ ვიმუშავეთ მე გვეძლევა საშუალება რომ ჩვენ რეჟისორებს დრამატურგებთან ერთად რაღაცა ის გზა გავიაროთ რა ტექსტთან მიმართებაში რაც აი ჩვენ რაღაცა მოგწონს რაღაცა არ მოგწონს რაღაცას ვეთანხმებით რაღაცაზე არ ვეთანხმებით და ასე შემდეგ ლაბორატორიული მუშაობა მიდის ასე ვთქვათ ხო ვიუწტობელი ციხესიმაგრე არ არის დრამატურგი რომ ვერ მიეკარო და ერთი ფრაზის ამოღების გამო რომ ფიჩილებს ასეთი ბიჭკოსოს ჩვენ ქართულ თეატრის ისტორიაში კი არა ძალიან მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესოა ესეთი ამ პრინციპზე მუშაობა, ამ პრინციპით მუშაობა და ვფიქრობ რომ ჩვენი ტანდემი, ჩემი და მაკას ტანდემი ერთ-ერთი რაღაცა ესეთი სამაგალითო ის იყო, რა ქვია, ურთიერთობა, როგორ უნდა იურთიერთოს რეჟისორმა და დრამატურგმა, ცოცხალმა დრამატურგმა ერთმანეთთან. ქალბატონ ლილის მინდა ვკითხო, მე მახსოვს როდესაც თემურ ჩხეიძის ასევე სტუდენტებმა გაანაწილეს ერთობლივი პიესა რამდენიმე წლის წინ სამეფო უბნის თეატრში ერთ-ერთ ნოველაში ქალბატონ მედია ჩახავა და თამარ სხირტლაძე თამაშობდნენ. ძალიან საინტერესო ნოველა იყო თამრიბართა ეს ეგ თამარ სხირტლაძემ ესეთი ფრაზა თქვა რომ სხვა თუ არაფერი ერთხელ ხომ აი ჩემოვიდა და თემური რეპეტიციაზეო და აი ამის გამოც კი ბედნიერება იყო მუშაობაო. თქვენ მით უმეტეს გაქვთ გამოცდილება და ბედნიერებისა რომ თემურთან გემუშაოთ ხო? აი როგორი იყო მუშაობის პროცესი და რამდენი თერეოდა ბატონი თემური?
ბატონი თემური კარგი გაგებით ჯერ თავისთავად ის რომ ეს ბატონი თემურის სახელოსნოა უკვე ჩარეულია ხო და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით რომ ერთხელ მაინც შემოვიდოდა ხო ვიცოდით რომ ერთხელ მაინც შემოვიდოდა და სწორება მაინც იქითკენ მქონდა თუმცა ეს არ იყო მთავარი მიზეზი იმისა რომ მე ძალიან გამიხარდა ვიყავი ამ პროექტში დაკავებული მე ძალიან დიდი ხანია მინდოდა ვანოსთან მუშაობა ეს წარმომედგინა მუთხარი კიდეც ერთხელ ამის შესახებ და რატომღაც ჩემ თავს ვერ ხედავდი მის სპექტაკლებში მე უფრო მგონია რომ ბატონი თემურის სპექტაკლებში უფრო კომფორტულად გრძნობდი თავს თუმცა აი მოხდა ასეთი რამ და ბედმა შეგვახვედრა ზუსტად იქ სადაც მე კომფორტულად ვგრძნობდი თავს და ამას დაემატა ის რომ ჩემი მაკა კუკულავას პიესაში უკვე მეორეჯერ მომიწია თამაში პირველში ნაკლებად გქონდა რაღაცა ნებათაღელო აი აქ ცოტა რაღაც წეღანი კითხვით რომ არ არის მიუწვდომელი და რაღაც ისეთი ხელშეუხებელი არ არის იყო იქ რაღაცა მე სხვადასხვა გავაფრთხილე კიდეც მაკა რომ შენც ხომ რაღაცებზე გწდება გული მეც მწდება რაღაცებზე გული იმიტომ რომ მე ჩემი პერსონაჟი მყავს წარმოდგენილი ხო ვანოს თავისი აი ახლა მიდის ამაზე დავა შეჯერება და ის რაც გამოვა ხო ეს არის უკვე სამივეს შემოქმედება და სამივეს მიერ შექმნილი ქალი რომელიც ჯერ კიდევ ალბათ ჩამოყალიბების სტადიაშია და მე მგონი ზუსტად იმ დროისთვის როცა თქვენ მოხვალთ სპექტაკლზე უკვე ჩამოყალიბებული კი რაღაცა უკვე კონტურები უფრო მკაფიო იქნება კონტურები მე ამის იმედი მაქვს მაგა მე მინდა გკითხო იმიტომ რომ აი ჩვენ უამრავი მაგალითი ვიცით მაგალითად ბატონ კიტაბუაჩიძე ერთი სტრიქონის რო ამოგეღოთ არ მოგცემდა სპექტაკლის დადგმის უფლებას პოლიკარპე გაგაბაძე ძალიან ბრაზდებოდა ხო ავტორები შენთან როგორ არის აკი ლაბორატორია ой იცით როგორ არის საერთოდ ძალიან მტკივნეული არის ზოგჯერ როდესაც რაღაცას რო დაწერან თქვათ ფოტოგრაფებსაც აქვთ ხოლმე ფოტოგრაფიული გამოცდილებაც რომ აქვთ იქიდან შემიძლია რომ თქვათ რაღაცა მათი პროექტი და მე იქიდან ფოტოების ამოღება რაღაც რო სერია შეიკრას რთულია ხოლმე ასევე არის თითქოს პიესაშიც რომ თითოეული ფრაზა შენთვის რაღაც მნიშვნელოვანია ხო და აი დადგმის დროს ან სცენარში თქვათ ფილმის გადაღების დროს ეს იძულებული რო ხარ რომ მოაკლო ძალიან ესეთია სენსიბილურია მოკლედ მაგრამ ჩემთვის არა და ეხა ახსნი გადავახურია სენსიბილურობა ხო შენში იმიტომ რომ ჩემთვის ყოველთვის პიესა თავდება იქ როდესაც მისი დადგმა იწყება როგორც სცენარი თავდება იქ როცა გადაღება იწყება და ამიტომ როდესაც ამ სხვა ეტაპზე გადადის ხო ეს ტექსტი ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე რომ შედეგი იყოს ის რაც ჩანაფიქრი იყო ამიტომ ეს უფრო ხდება პრიორიტეტული და იქ თქვა ტექსტიდან თუ რაღაცების ამოღება ან რაღაცების შეცვლა არის საჭირო პირიქით და მით უმეტეს როდესაც ეს ცოცხალი პროცესია და შენც იქ ხარ და შეგიძლია რომ მონაწილე იყო იმის რომ რაღაცა ფრაზა რაც გეწერა უი აი სცენაზე სხვანაირად გამოჩნდა და შეგიძლია რომ შეცვალო ან პერსონაჟი ცოტა სხვაგან წავიდა თეატრი ამის ფუფუნების საშუალებას ხო და ამიტომ პირიქით ეს პროცესი მომწონს მე და მგონია რომ ამით არის საინტერესო თქვა ისეთი ტიპის მუშაობა როგორც ჩვენ აი სახელოსნოში რასაც ვაკეთებთ ახლა და თქვა იგივე პიესა ხო პიესები თავიდან დაიწერა და მეც დავწერე პიესა მაგრამ მე ვანოსთან რო განაწილდა ეს ჩემი ტექსტი დავიწყეთ უკვე მე და ვანომ რაღაცების ძიება ერთად იმიტომ რომ თქვათ ჩემ პიესაში ჩემთვის მნიშვნელოვან რაღაცებზე იყო ხო საუბარი მაგრამ შეიძლება თქვათ ყველა რეჟისორს ისევე როგორც ყველა ადამიანს თავისი ხედვა აქვს ხო ამიტომ სხვა ინტერპრეტაცია ამიტომ დავიწყეთ იმის ძიება თქვათ ვანოსთვის რა იყო ამ ტექსტში საინტერესო რა უნდა ამოგვეწია უფრო თქვათ ჩემთან პიესაში ნუ ქალის და მამაკაცის დუელი არის ასე ვთქვათ ამ პიესაში ხო ჩემთან ქალი უფრო ძლიერი იყო ასე ვთქვათ და ვანოსთან ერთად უკვე კაცის ხაზი უფრო გავამძაფრეთ და იქ რაღაცა ნიუანსები შევმატეთ და ეს პროცესიც ძალიან საინტერესო იყო. მხატვრულ სიძლიერეს გულისხმობთ თუ ფიზიკურ გენდერულ სიძლიერეს? იყო რაღაცა თუ ეს 29-ში დადგება. კარგი, ჩვენ სულ ცოტა ხნით რეკლამას დაუთმოთ რომ არ დაგვეჩაგროს მამაკაცის სიძლიერე. მალხაზაბულაძე თამაშობს მეორე როლს, უფრო სწორად მეორე არა. მეორე ნახევარს. სორია
და ყველაზე არ მიყვარს ორი კითხვის დასმა რა არის სათქმელი და რა შინაარსისა მაგრამ რა კი მსმენელს აინტერესებს უფრო მეტი გაიგოს იმ სპექტაკლზე რომელზეც ასვლასაც აპირებს და ფული უნდა გადაიხადოს მოდი უფრო მეტი ხო საერთოდ ამბობენ ეს კითხვა არ უყვართ დრამატურგებს და სცენარისტებს რომ რაზეა შენი პიესა ან რაზეა ფილმი ან სპექტაკლი დრამატურგს თუ არ კითხებ ვერ გაიგებ როცა იკითხო ხო ესეც არის მაგრამ სინამდვილეში მუშაობას როცა იწყებს სწორედ ამ კითხვით უნდა დაიწყო მე ასე მგონია ხო რეკლამა ხელფასისთვის ბოლოს მალე დაგიბრუნდებით დაგველოდეთ ძვირფას რადიო მცველებმა ავასცენა ნიკა წულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე დაგიბრუნდით ისე ძვირფასო რადიო მსმენელებო სამეფო უბნის თეატრის პრემიერაზე საუბრობთ ქალბატონი ლილი ხურითი, ბატონი ვანო ხუციშვილი, ქალბატონი მაკა კუკულავა არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები და რა ქვია სპექტაკლს ვანო? მეორე ნახევარი. მოდი რო არ გამოგჩეს, შემოქმედებით ჯგუფსაც ვისაუბროთ. მხატვარი, სცენოგრაფია ვის ეკუთვნის ისიც ლაბორატორიიდან არის ხო? მხატვარ სცენოგრაფები არიან თეო კუხიანიძე და ანა ნოდოლიძე, ეს გოგი ალექსი მესხიშვილის სახელოსნოდან ჩვენ თანამშრომლობთ. მუსიკალური გაფორმება გიორგი ჯიქიასი არის. მსახიობი თავისუფალი თეატრის და დრამატურგი იცით ვინც არის? მსახიობები მალხაზაბულაძე და მალხაზაბულაძე. აი შემოქმედებითი ჯგუფია. და მნიშვნელოვანი შეკითხვა. რაზე დაწერე? ქალბატონო მაკა სათქმელი რა გაქვს? ეს რაღაც ქალის და კაცის დუელი. ხოთა შორის მე მგონი რომ არის არა ერთი ამ პიესაში, მაგრამ ისეთი ერთი რო გამოუყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო რომ რაღაცა შეცდომების აღიარებაზე ყოფილიყო ეს პიესა, ანუ რაღაცა შეცდომებზე. აღიარებს თუ კაცი? ორივე რასაკვირველია, არ გვინდა ესეთი რა ქვია. ხო, აი ამ შეცდომებზე და შეცდომების გაანალიზებაზე, იმიტომ რომ ზოგადად მე მგონი ჩვენს ქვეყანაშიც ეს ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ხშირად ჯერგერთი იმ რაღაცა წარსულ შეცდომებს ჩვენ კარგად არ ვიცნობთ და მაგიდან გამომდინარე არ ვაანალიზებთ. აანალიზებთ და უბრალოდ არ ვაღიარებთ მე მგონი. ჩვენ გულის სიღრმეში ვიცით ასე გვეშ. არ მგონია, და ძალიან ბევრი რაღაცა მართლა გავაანალიზებელი და გავუაზრებელი არის და რაღაცნაირად კარგი იქნება თუ ამის ანალიზი დაიწყება და აქ უკვე ეს რაღაცა კამერულ სივრცეში და ორი ადამიანის მაგალითზე თითქოს აი შევეცადე ჯერ პიესაში და მე უკვე ვანო სპექტაკლში რომ ეს თემა რაღაცნაირად გაგვეშალა და ვთქვათ თავარი გმირი ქალი რომელიც გამოდის და აი რაღაცა უნდა რომ აი შეცდომებისგან დაგროვილი რაღაცეთ მძიმე მდგომარეობაში ამ ყველაფრის გამო და უნდა რომ ყველაფერი მოიცილოს და ამბობს რომ ეხა ამ ყველაფრის გადაყრის საბოლოო ჯამში იმინდის იქამდე რომ ესე ვერ გადაყრის თუ რაღაცა ამაზე არ დაილაპარაკა იმ მეორე ადამიანთან ერთად და არ გაანალიზეს ის თუ სად იყო საწყისი ამ რაღაცა შეცდომის და ეს შეცდომა შეიძლება ძალიან ისეთი იყოს სინამდვილეში სულელურიც მაგრამ მაინც შეცდომა ქალბატონი ლილი აი როდესაც უყურებ ხოლმე სპექტაკლს სუმჩდება ხოლმე განცდა შეიძლება მე რაკი პროფესიონალი თეატრონები რომ ამიტომ მაგრამ მე მგონი უბრალოდ მაყურებელსაც რომ აკლია მსახიობთან რეჟისორს მუშაობა იქ რაღაცა ფიქრობენ ეფექტებზე რაღაცა ტექნიკურ მატერიალური ბაზით რაღაცა ბოლი წამოვა ცეცხლიც გამოფრინდება რაღაცა და მსახიობს ყველაზე თავარი ხანდახან იკარგება ხოლმე იმიტომ რომ მარტო რთულია ასე შემთხვევაში ხო თქვენთან რამდენად საინტერესო იყო ვანო სპექტაკლები ამით გამონაკლისია იმიტომ რომ რაღაცა მსახიობს ყოველთვის აძლევს იმიტომ რომ ალბათ თვითონაც ამ ჯიშიდან მომდინარეობს სასახიობთან მოდგმა არაკლია ვანო სპექტაკლებს და არც მსახიობის მიმართ ყურადღება ხო არაკლია კი ნამდვილად და ჩვენ შემთხვევაში მე მგონი ძალიან ბევრი დრო დაუთმო მსახიობებს იმიტომ რომ ძალიან მწირი სცენოგრაფიაც ისეთი იყო რომ მოხალთ ნახავთ მწირი არ იყო გადატვირთული სცენა და მთელი ყურადღება კონცენტრაცია მინიმალისტური იყო და კონცენტრაცია მაყურებლის უნდა ყოფილიყო მსახიობზე ორი ადამიანის ურთიერთობაზე აგებული და ახრივ მართლა კომფორტში ვიყავით და
ყველანაირი საშუალება გქონდა რომ გვემუშავა იმ სიღრმეებზე, რასაც აი ეს ანალიზი ქვია ადამიანი თავის ცხოვრების. მე კი თქვენ თქვით რომ ვაანალიზებთ, არ ვაღიარებთ. ერთიც არის და მეორეც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისე ხდება რომ ამ ანალიზის დრო არ რჩება ადამიანს აი ამ ყოველდღიურ ყოფა ცხოვრებაში. ადამიანი რაღაც აშენებს თავის სახლს, მერცხლის ბუდესავით აშენებს, უწევ დააუბერავს კარი და არ არსებობს და რჩები მარტო. აქაც ასე მოხდა, აი როდესაც მან გაანალიზა, მიხვდა რომ აი არაფერი აღარ შერჩა ხელში და მოინდომა ახალი ცხოვრების დაწყება. ნუ ის მე ხდება რომ ეს ახლა გვიანია უკვე, მაგრამ იმას მაინც მიხვდა რომ არასწორად იცხოვრა და ახლა რომ დაეწყო, ალბათ ბევრ რაღაცას შეცვლიდა და ყველაზე მეტად რაც მიხარია და მინდა ჩემი კმაყოფილება გამოვთქვა, ეს არის ის რომ დაინტერესდა მაკას დიდი მადლობა ამისთვის პირველ რიგში და მე ვანოს რომ დაინტერესდნენ იმ ადამიანების ბედი რომლებმაც გადააცილეს 20 გადააცილეს და აი გვავითდა ჩვენს ადამიანები არიან და მათაც ხომ უყვართ და ჩვენს განსაკუთრებით შეიძლება ხომ მე ყველა სპექტაკლი არ მაქვს ნანახი და ბევრ სპექტაკლს არ ვნახულობ, მაგრამ ინფორმაციაც ხომ მაქვს რატომ ხაცა 50 წელს მიტანებული ხალი აუცილებლად წინსაფრით უნდა იყოს, აუცილებლად სამზარეულოში ფოთოლი შუბზე და რაღაც ესეთები, ხო და აი ის რომ მათაც სიყვარული უნდათ და მათი სიყვარული ხო გრძელდება და ზუსტად მაშინ უფრო ჭირდებათ ერთმანეთი როდესაც ამ ასაკში არიან, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი მადლობა ჰოლივუდის ფილმებში თუ ასეთ სიუჟეტიან ფილმებს ძალიან დიდი სიამოვნებით უყურებს და ევროპულ კინოში აი შეიძლება რომ ქართულ ქალსაც ხო 50 წლის ასაკში თავის სასიყვარულო ისტორია აინტერესებს. აი სწორედ თქვენი გამოცდილების ქონის სახელს მინდა ეს შეკითხვა დავსვა, მაგალითად ჩვენ ქუჩაში გრძნობთ რომ მაყურებლის, ზოგადად საზოგადოების, არა მარტო მაყურებლის პულსაცია, ტემპო, რიტმი ცხოვრების აჩქარებულია. უფრო სწრაფ ყოველ შემთხვევაში ეს ხოვნა ბაზარზე და უნდა აუწყობილიყო. აი მაყურებლის დაჭერა შეიძლება ცოტა ისეთი არასწორი ფორმულირებით არის კითხვა, მაგრამ მაყურებლის დაჭერა უფრო ხوار გართულდა თეატრში, იმიტომ რომ იქ ხელს უშლის შუაში მობილური ვიღაცას რაღაცა უცბად სხვანაირი ჩაცმული, სხვანაირი მომზადებული, უცბად არ უნდა რომ დიდხანს გაგრძელდეს სპექტაკლი, მერე ბეზრდება, დიდი მონოლოგები არ უყარს. მე მაგათაც თუ ამჩნევ რომ როგორც კი მონოლოგი იწყება, მაყურებელი იწყენს ხოლმე. მერე რაღაცა უცბად და ის ხარტი ქმედება. მსახიობი გრძნობს ამ სცენაზე. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ერთი რაღაცა რო თქვა, გამოდის რომ ხო, რაღაც ძალიან დიდი გრძელი მონოლოგი გვაქვს ამ სპექტაკლში და არ ვიცი, ძალიან კარგად უსმენს მაყურებელი. მე იმას არ ვამბობ, რომ მე ხამე რაღაც ვარსკვლავები მოვწყვიტე და თემა არც ისეთი თემა არ არის, ხო, იმ მონოლოგში, მაგრამ ზუსტად არის გაკეთებული, ზუსტად არის ჩასმული სპექტაკლში და მგონი რომ არ ვაფუჭებ არაფერს, რატომ? თუ კი მაქსიმალურად ეცდები რომ გულწრფელი იყო დღეს მაყურებელს, აი ამაზე პასუხი არის თქვენი კითხვა, წეღარ უნდა სვით კითხვა, რომ რაღაცა ფუთავენ რეჟისორებიო და არ აინტერესებს უკვე უამრავ შეფუთული პროდუქტი აქვს ნანახი ვიდეოში, ინტერნეტში და YouTube-ზე და ყველგან. ადამიანი აინტერესებთ, მე ასე მგონია, ოღონდ რა თქმა უნდა ძალიან გულწრფელი. ეს ალბათ ცოტა რთულია, მაგრამ თუ გულწრფელი ხარ, ის თვალს არ მოგაშორებს არანაირად. თუ შენ თანაგანცდა, აი ამით უნდა გამოიწვიო. კიდე რეკლამის დრო დადგა ჩვენს ეთერში და სულ მალე ისევ დაგებრუნდებით. ავანსცენა. ნიკა ცულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე. დაგიბრუნდით ისევ ძვირფასო რადიო მსმენელებო და ვაგრძელებთ სპექტაკლზე საუბარს. ამ შემთხვევაში უკვე დასასრულისკენ მიყვავს ეს ნაწილი და საინტერესო პრემიერაზე ვისაუბრებთ შემდეგ ნაწილში, რომელიც სოჯნების თეატრმა გამართა 13 თიბათვე, ესე ქვია სპექტაკლს. მანამდე კი შენ მინდა კითხო 29-ში მე როგორც ვიცი რეპერტუარში ჩაჯდა ეს სპექტაკლი და სისტემატურად შეიძლება საზოგადოებას რომ მოვიდნენ ნახოთ, ხო? დიახ, ყველას ნამუშევარი სერჯერობით რაც დაიდგა, სამივე ნამუშევარი ჩამჯდარი არის რეპერტუარში და თამაშობთ და ახლა აი მეოთხე სპექტაკლი იქნება.
მოითამაშებთ 29-ში. და კიდე რა რომელი რეჟისორის სპექტაკლს უნდა ველოდოთ ახლა უკვე? ახლა შემდეგი არის მე მგონი შემდეგი სოფოქელბაქიანს უნდა ველოდოთ, გურამ ღონღაძეს უნდა ველოდოთ და ნინი ჩაკვეტაძეს უნდა ველოდოთ. ანუ კიდე 3 სპექტაკლი. ქალბატონ ლილი, აი ლაბორატორია ქვია ეს არის რეჟისორებისთვის და დრამატურგებისთვის. ხო, აი მსახიობისთვის თუ არის მსახიობისთვისაც აუცილებლად თუ არ არის ლაბორატორია მსახიობისთვისაც მე ვთვლი რომ ყოველი სპექტაკლი ლაბორატორიაა და მით უმეტეს ლაბორატორია წოდებულ ლაბორატორიაში ხო საერთოდ მე უამრავი რაღაცა აი მე ალბათ რაღაცა დროის შემდეგ მათაც გაუზიარებ ჩემს მოსაზრებას იმის შესახებ თუ რა ვისწავლე ალბათ მათთვისაც მნიშვნელოვანი იქნება ხო მე ბატონ თემურსაც უთხარი რომ დამთავრდა სპექტაკლი დიდი მდაურეკე და უთხარი დიდი მადლობა მეთქი და მე რისთვის მიხდი მადლობასო და ამას მეთქი ეს მე ვიცი ერთხელ მე რაღაცა პრობლემა მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და რაღაცა პატარა რეცეპტი გამომიწერა ექიმმა და გავიდა მას მე 20 წელი და მინდა სულ მივიდე იმ ექიმთან და მიუტანო ეს მისივე ხელით დაწერილი რომ სხვებიც გაანკურნოს მან არც იცის რომ ჯადოსნური ხო და რაღაცა რეცეპტი არის თქო მე დავფიქრდები ჩამოყალიბდები ზუსტად რა ვისწავლე მისგან კონკრეტულად იმ სპექტაკლზე მუშაობის დროს ეხლა ამ ლაბორატორიაში და გამოადგება ალბათ ეს მოსწავლეებს ლაბორატორიაზე შემდგომ მაგასაც წერისთვის და ვანას დადგმისთვის და მე კიდე თამაშისთვის საუბარზე თუ ლაპარაკი მე მაგსათქმელი რა ისეთ მსახიობებთან იმუშავე რომ აი მართლა ძალიან დიდი სიამოვნება იყო რა ეს და მე ყოველთვის მიყვარს ის პროცესი აი მანამდე პრემიერა და შედგება რა რომ აი რა პროცესს გადიხარ და მართლა ბედნიერება იყო აი მახუაბულაძესთან და თეატრს ხათაშვილს ერთი კონფლიქტი არ ქონია რა არ იყო ხო არც ერთი ხათაშვილს მე არ მაქვს ხოლმე კონფლიქტები მე შეიძლება უცებ ვიღაცა აი აპრიოს მარა პროცესს არა მაგა შენთვის კინომწოდნე ქალისთვის რომელიც გადაერთო თეატრალურ სფეროს კინოშნიკებს ზოგადად თეატრი ნაკლებად უყვარს მაგრამ შენის ბედნიერი გამონაკლისი ხარ რომელსაც ზუსტად ესმის თეატრის მნიშვნელობა და აუცილებლობა მით უმეტეს დღეს როცა ყველაფერი სტატუსად ეწერა ვიღაცას რომ ყველაფრის გადატანა შეიძლება ფლეშკით გარდა სპექტაკლისაო და ეს ის დარგია ზოგიერთებისგან გასვლა ფლეშკაში არ ჩაიწერება რა მოგცა აი ამ სპექტაკლმა და აი მაგათად მომავალ პიესაზე მუშაობს რა სკაითვალისწინებ რომელსაც ვფიქრობ რომ აი აქამდე შეიძლება ამ დოზით არ იცოდი და არ ფლობდი კი ძალიან დიდი გამოცდილება იყო მართლა იმიტომ რომ თქვა მანამდე ეს პატარა ნოველები რო გავაკეთეთ რაც მე ერთ სამშობლოც შეიკრა იქ კიდე რაღაცა სხვა პროცესი იყო ხო ერთიან სამშობლოდ და ეს უკვე დამოუკიდებლად როცა სრულმეტრაჟიანი ხო თეატრშიც ესე ითქმის პიესა უნდა მეწერა ნუ თავისთავად რაღაცა შიში იყო თავიდან რომ შევძლებ თუ არა რომ ტექსტი მოკლედ ის რაზეც შენ წინა ბლოკში ლაპარაკობდი რომ მაყურებელს დაიჭერ თუ არა ხო ეს დიდი საფრთხე იყო რასაც თან როცა ვიცოდი რომ მხოლოდ ორი პერსონაჟი და მათ შორის დიალოგი და აი ამ ხრივ ძალიან დიდი გამოცდილება იყო დაკვირვება იმაზე თუ როგორ ხდება აი თეატრში რა მოცანები და რა ხერხები მუშაობს ისე რომ ვთქვათ ეს მაყურებელი დაიჭირო ხო და ვთქვათ კინოში რა მუშაობს ეს ასე თუ ისე ვიცი ასე მგონია და თეატრი მაინც ჩემთვის ხა ეს ბოლო 2 წელიწადია რაც დაიწყო ასე ვთქვათ უკვე როგორც რომ მე თვითონაც პროცესში ვარ თორე ხა ისე თეატრი ყოველთვის მიყვარდა ხო გამოსწორების და რასაკვირველია ეს დიდი გამოცდილება იყო თვითონ ვანოსთან თანამშრომლობაც და ლილიზე და მახოზე დაკვირვება და ეს ნიუანსები რასაც ვიჭერდი ესეც ძალიან ისეთი რაღაცებია რასაც ხო სიტყვის თეორიაში გადმოდი თავი რო გავანებოთ თვითონ ბატონ თემურს რომელიც რეპეტიციაზე როცა შემოდიოდა ხოლმე ეს კიდე რაღაცა ცალკე კინოა ხოლმე ხო იმიტომ რომ ნუ იქ უბრალოდ ყველაფერი რაღაცა ის ხდება. მეორე ხარისხოვანი უყურებ, რომ აი გინდა რომ ყველა დეტალი დაიჭირო, რასაც ვთქვათ ის რა შენიშვნასაც ამბობს ან
რა ამოცანასაც აძლევს მსახიობებს ან ჩვენ რასაც გვეუბნება თავის მოსწავლეებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მიხარია რომ ბატონ თემურს აქვს შესაძლებლობა რომ ეს ლაბორატორია ქონდეს და მე დარწმუნებული ვარ რომ კიდე როდესაც რაღაცა მოქმედი ხო არ არის ხო დაამთავრებთ როდესმე და მე კიდე ახალი თვეში ვამთავრებ და ახალი ჯგუფი წამოვა. სირფოს რატომ მსვენელებო ჩვენ 29-ში შევხვდებით სამეფო უნივერსიტეტში საღამოს 8 საათზე მანამდე კი გრავიგოთ თუ რა ხდება თბილისის თოჯინების თეატრის შენობაზეც გავიგოთ ეგრისება თუ არა საკუთარი ბინა და შემოქმედებით პროცესს ლილი ხურითი ვანო ხუციშვილი და მაგა კუკულავა იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები მადლობა თქვენ უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა მაყურებელი წარმატება და წარუმატებლობა ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები სცენაზე და სცენის მიღმა ავანსცენა ნიკა წულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე დაგიბრუნდით ისევ ძვირფასო რადიო მსმენელებო რადიო იმედი აგრძელებს გადაცემა ავანსცენას დღეს სამშაბათის საღამოა და ჩვენ საუბრობთ თეატრზე და ჩვენი შემდეგი ამ ბლოკის სტუმარი გახლავთ რეჟისორი რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გამოუშვა პრემიერა თოჯინების თეატრში სპექტაკლისა 13 თიბათვისა ესე ერქვა სპექტაკლს გურამ მაცხონაშვილი და სულ მასთან ერთად გავაგრძელებთ ამ სპექტაკლზე საუბარს გურამ მოგესალმები დიდი მადლობა რომ იღებ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში და სანამ დავიწყებდეთ უშუალოდ კონკრეტულად სპექტაკლზე საუბარს მანამდე კითხო საზოგადოებას საინტერესებს ბედი შენობისა როდესაც უსაკაროდ არის ამ ეტაპზე თეატრი დარჩენილი და როდის ექნებათ ბავშვებს საშუალება რომ საკუთარ ბინაში თოჯინების თეატრის ბინაში ნახონ სპექტაკლები. მოგესალმებით, მივესალმებ მსმენელს, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება თოჯინების თეატრის შენობის საკითხს, კულტურის სამინისტროს დახმარებით, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია საკითხი დადებითად გადაწყდა წლის ბოლოს, ანუ 2017 წლის დასაწყისში მაქსიმუმ თოჯინების თეატრი შეძლებს უკვე ახალ სივრცეში უმასპინძლოს მაყურებელს. ეს ძალიან კარგია და მე დარწმუნებული ვარ რომ არ გაიწელება და 2017 წელს ნამდვილად ექნება საშუალება მოსახლეობას ბავშვებს რომ შეიყვარონ თეატრი და შემდეგ უკვე თეატრში სიარული. გურამ სამწუხაროდ ქართველებმა ძალიან გვიან ვიცოდით ხოლმე რეაგირება იმ აქტუალური მოვლენებისა ტრაგიკული დღეების შემოქმედებითი გამოხმაურება რომელიც ხდებოდა ჩვენ ქვეყანაში მაგრამ აი 13 ივნისი გახდა გამონაკლისი რომ ძალიან მალე არაერთი ფოტო გამოფენა თუ სხვადასხვა შემოქმედებითი ღონისძიება მიეძღვნა. ასევე ერთ-ერთი გახლავთ ეს სპექტაკლი რომელიც რაღაცა დოკუმენტურ შემხატვრული ქრონიკების სინთეზით ძალიან საინტერესო ექსპერიმენტულ პერფორმანსულ სპექტაკლური არ ვიცი სხვადასხვა ნაირი ფორმით გაქვს შექმნილი. ხო, საიდან გაჩნდა იდეა, გასაგებია ტრანსფორმაცია საიდანაც მოვიდა, მაგრამ რატო გადაწყვიტე რომ სწორედ ამ პრობლემაზე მიგეცნო სპექტაკლი? მოგახსენებთ, მე ვთვლი რომ 13 ივნისი გარკვეულწილად იყო რაღაც ზღვარი, გარდამტეხი, არა მარტო კულტურაში და კერძოდ ხელოვნებაში, ზოგადად სამხალხო აქტივიზმში, მათ შორის ახალგაზრდების ჩართულობა იმ პერიოდში იყო ერთ-ერთი ყველაზე სოციალური აფეთქება, ჩემი აზრით, რაც ბოლო წლებში ჩვენ გვინახავს ქართულ საზოგადოებაში. რაც შეეხება თემას, ერთხმად მივედით მეც და სამსახიობო დასის ამ თემამდე, იმიტომ რომ თავიდანვე ზუსტად ვიცოდით, რომ ძალიან რისკავდით ამ თემით, ამ თემაზე სპექტაკლის შექმნით, მაგრამ მე ვთვლი, რომ თუ მაყურებლებს გამოხმაურებთ იმშელებთ ასე თუ ისე მეტნაკლებად გონი შევძელით რომ სათქმელი მიგვეტანა მათამდე. სინთეზი არის ხო დოკუმენტურის და მხატვრულის საკმაოდ მე მგონი რთული ფორმა იყო სამუშაოდ, რაც შევარჩიეს ტექნიკურად კი და შესაბამისად დიდი დრო დაგჭირდა. ჩვენ დავიწყეთ დეკემბერში მზადება და 13 მარტს იყო პირველი საპრემიერო ჩვენება. თუმცა ვთვლი რომ მიუხედავად იმისა რომ მსახიობები რომლებიც ჩვეულნი არიან როგორც წესი შირმის მიღმა და თოჯინით ხელში მუშაობას მათ წარმატებით გაართვეს თავი ცოცხალ პლანში ტექნიკურად რთული სპექტაკლის თამაშს. კი, ნამდვილად ძალიან საინტერესოდ მუშაობენ მსახიობები. აქვე არ შეიძლება არ ვიკითხო დრამატურგია, ვინ დაწერა ეს ყველაფერი და რა ნაწილი იყო მხატვრული და რა დოკუმენტური. თუ იყო რამე წყაროები, რომელიც მართლა ჩაიწერეთ თქვენ უშუალოდ იმ დაზარალებული ოჯახებისგან, რომლებიც იყვნენ მსხვერპლი ამ სტექის. პიესა მეკუთვნის მე, პიესაში გამოყენებული ამ 4
ძირითადი პერსონაჟის კი მონოლოგი, ერთ-ერთი ეკუთვნის, ერთ-ერთი მონოლოგიდან არის სრული ციტატა აკუტაგავას ბისეიდან, როგორც წამდა ბისეის, რაც შეეხება დანარჩენ სამს, საფუძვლად მათ დაედო ინტერვიუები, რომლებიც იქ შემდეგ დაზარალებულ ადამიანებთან ჩავწერე პირადად მე. შეხვდი შენ და ანუ მოაგროვე ეს ყველაფერი, ხო? იმიტომ რომ ძალიან ისეთი სენსიტიური თემებია წამოჭრილი და ძალიან ისეთი სხვა რაკურსით არის წარმოდგენილი ეს ტრაგედია, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში. მსახიობებიც რო ჩამოთვალო და შემოქმედებით ჯგუფსაც რო ვისაუბროთ, ის ეკუთვნის სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება და იქ ძალიან დიდი აქცენტია მუსიკაზე გაკეთებული, განათებაზე, ძალიან ისე შერწყმულია კარგად. გეტყვით, რაც შეეხება ქართულ მუსიკას შემიედა მსახიობში რო იყავი კიდე მომდის, ისე მაგრამ მომიწევს კი პასუხი რომ ჩემია სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება, რაც შეეხება მსახიობებს ძირითადი ბირთვი არის თოჯინების თეატრის მსახიობები, პლუს ამას სპეციალური მოწვევით ყავდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ნინო პაპიაშვილი, რომელიც სპექტაკლის შემდეგ თეატრის გადაწყვეტილებით აიყვანა შტატში, რომელიც ასრულებს ვეტერანი მსახიობის როლს სპექტაკლში. მისი პერსონაჟი არის ჩარჩენილი და ემსხვერპლა 1972 წელს მომხდარ სტიქიას. ამ ფორმით ჩვენ შევესადეთ ერთგვარი ისტორიული ექსკურსი ჩაგვეტარებინა მაყურებლისთვის და გვეჩვენებინა ის ციკლები, რომელიც ამ მდინარის ახასიათებს და რომელთაც ის ქალაქს უტევს ხოლმე ტრადიციულად და ისტორიულად. ყოველთვის. კი ბატონო, აქვე საინტერესო მაგალითად ფორმა თვითონ არ არის შესაბამისი თოჯინების თეატრისა, ხო? იმიტომ რომ იქ მოდიან ბავშვები და აქ პირიქით ტრაგიკული, სერიოზული, ესეთი არც კი მოზარდის თემატიკაც არ არის, ხო? აი, რატო გადაწყვეტე რომ სწორედ ეს იყო უბრალოდ გათვლა თუ ახალგაზრდა რეჟისორს სწორედ ამ თეატრმა დაგითმო სივრცე რომ შენ შემოქმედებითი პროდუქტი წარმოიქმნე? მოგახსენებთ, ცოტა შორიდან მოვulis, ანუ პასუხს გაგცემთ. პირველი სპექტაკლი, რომელიც თქვა მე დავთქი თოჯინების თეატრის დასთან ერთად, ასევე უფროსი მაყურებელთვის იყო გათვლილი, უბრალოდ იქ იყო ზუსტი თანაფარდობა, თქვა ცოცხალი პლანის და თოჯინების. ამ შემთხვევაში ერთადერთი თოჯინური მონაწილე ყავს ბეჰემოტი ბეგის სახით, რომელიც ფინალში წარდგება მაყურებლის წინაშე. რაც შეეხება ზოგადად რატომ უფროსებისთვის, იმიტომ რომ თოჯინების თეატრმა ამ ეტაპზე, ასე ვთქვათ, მიიღო ერთგვარი გადაწყვეტილება, რომ კარი გაუხსნას მშობლებსაც და ეს არ იყოს მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცე. მე სულ ამბობ, რომ ქართულ მშობლებს, რომელსაც თავიანთი ბავშვები დაყავთ ამ თეატრში, გონიათ აუცილებლად შვილებისთვის განკუთვნილი თეატრი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტად იგივე ეკუთვნით მათაც ეს სივრცე, როგორც საკუთარ ბავშვებს. და ეს უბრალოდ მგონი ცოტა ქართული სტერეოტიპია, რომ თოჯინების თეატრი ბავშვებისთვის განკუთვნილი ადგილია, თოჯინებს იგივე წარმატებით შეუძლიათ ესაუბრონ უფროსებს. ხრმა სერიოზულ თემებზე. ამ შემთხვევაში უფრო ექსპერიმენტი იყო იმ სახით, რომ ამ თოჯინების თეატრის დასისთვის ეს იყო ახალი გამოცდილება, ახალი ტიპის გამოცდილება. იყო მათთვის პროცესი დარწმუნებული. კი, თუ მათ შეფასებებს გადმოგცემთ, თავარი ხიბლი ამ შემთხვევაში მათთვის სწორედ ეს იყო, იმიტომ რომ ერთგვარად ჩამოხსენით ეს შირმა. მსახიობებს ყოველთვის აქვთ კომპლექსი თოჯინების თეატრის მსახიობებს, რომ სცენაზე გამოვიდნენ ამის ამბიციაც. ძალიან კარგია რომ რეჟისორმა ეს სურვილი შეუსრულა. ხო, თუმცა მეორე მხრივ გარკვეულწილად მეორე მხრივ არსებობს ეს შეხედულება, რომ თოჯინების თეატრის მსახიობს არასოდეს არ ყოფნით ის სივრცე, რაც აქვთ, არ სხვა შორის უმეტესობა მათგანს ძალიან ის აქვს ერთგული დამოკიდებულება თოჯინების მიმართ. არიან მსახიობები, რომელსაც არხიბულად, მაგალითად მე კონკრეტულად რამდენიმე მსახიობმა უარი მითხრა კონკრეტულ როლზე, იმიტომ რომ მაგალითად მსახიობი, რომელიც მართავს თოჯინას, ბეჰემოტს, მან უარი განმისხადა ცოცხალ პლანში თამაშზე, იმიტომ რომ არ უღალატ ასე ვთქვათ თოჯინას. ისევ თოჯინით ხელში დადგა სცენაზე. კი ბატონო, მე მინდა წარმატება გისურვო და კითხო, როდის ექნება შესაძლებლობა კიდევ რომ მაყურებელმა ნახოს სპექტაკლი. გეტყვით იმ სპექტაკლების გრაფიკს, რომელიც უკვე ჩანიშნულია, ეს არის 27 მარტი, უახლოესი ჩვენება საღამოს 8 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრ მუზაში, საღამოს 8-ზე ბილეთების დაჯავშნა შეუძლიათ ტელეფონით, რაც შეეხება მეორე ჩვენებას, ცოტა საომალოდ იგეგმება 13 მარტს და 13 აპრილს უკაცრავად და ამ შემთხვევაში შეძლებს მაყურებელი ისევ მუზაში ნახოს სპექტაკლი. კი ბატონო, მე წარმატებებს გისურვებ, იმიტომ რომ რაღაც საინტერესო ფორმა შემოგთავაზე, მე დარწმუნებულია შენი შემდეგი ექსპერიმენტები უფრო საინტერესო და ისეთი
ისეთივე შენ იმსგავსი იქნება და არავისგან სხვისგან ტრანსფორმირებული და გისურვებ წარმატებებს. მე კი გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე ძვირფას რადიო მსმენელებო, გურამ მაცხონაშვილი ახალგაზრდა რეჟისორი იყო ჩვენთან გადაცემის მეორე ნაწილში სტუმრად. კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის. უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად, რადიო იმედზე.